მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო აუდიტორია. ცოტა უფრო შედარებით გვიან დავბრუნდით, მაგრამ სინამდვილეში დავბრუნდი მარტო, გარკვეული მიზეზების გამო დღეს მარტო მე ვიქნები და ეს არ იქნება პოდკასტის ფორმატი, ეს იქნება უფრო ვიდეო მიმართვა, იმიტომ რომ რაღაც მოხდა და მინდა რომ გაგიზიაროთ. თუმცა შემდეგი ორშაბათიდან მე და ჩემი ძმა დავბრუნდებით ისევ, მესამე პოდკასტი დაიდება როგორც ვთქვი ორშაბათს და ეს იქნება გლობალური ომის პარტიის შესახებ. გლობალური ომის პარტია, რომელსაც ასაღებენ როგორც კონსპირაცია და მე პირადად განახებთ ადამიანებს, ვინებიც ამას აკეთებენ. მინდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვთქვა, რომ ეს გლობალური ომის პარტია, რასაც ასაღებენ როგორც კონსპირაცია, სინამდვილეში არის ძალა, რომლის არსებობასაც ახალი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება არ უარყოფს და პირდაპირ საუბრობს ამაზე. ოღონდ ეძახიან ისინი deep state-ს ამას. ნამდვილად არსებობს და ხელისუფლება ვხედავთ, რომ ბევრს ამაზე არ საუბრობს და ვიღაცებმა უფრო ვრცლად უნდა ისაუბრონ და ამას გავაკეთებთ ჩვენ და ის პოდკასტი დაიდება ორშაბათს. ჩავწერთ შაბათს. დღეს 4 შაბათია, 5 შაბათს დაიდება ეს პოდკასტი და შეეხება ინტერნეტ ბულინგს, რომელიც ჩემი მიმართ განხორციელდა დღეების წინ, ოღონდ კიდევ ერთხელ მე მერიდება ამ ტერმინის გამოყენება, იმიტომ რომ ბულინგი მე ვიცი სკოლაში, როცა პატარა ხარ, როცა მშობლების უფრო გერიდება სახში, რომ ხვალ გავს რაღაც უბრალოდ შეუჩვეველი ხარ ეგეთ რაღაცებს. ნუ მე გამიმართლა კლასში და ჩვენთან ბულინგები 1-2 ეგეც მე-5 მე-6 კლასში ყოფილა, ყველას გამოგვიცდია, მაგრამ ზოგადად ძალიან კარგი კლასი მქონდა. და ეგ გამოცდილება არ მაქვს და შეიძლება ეგეც მეხმარება იმაში, რომ ეხლა ეს ინტერნეტში რამდენი ადამიანმაც არ უნდა შემომიტიოს, პირიქით სპორტად უფრო აღვიქვევ რა. თუმცა ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა, სახელდაგვარს ეხავ დავასახელებ, მაგრამ მე უფრო ვრცლად გაგიშლით რა, ONG-ის ჟურნალისტია ის, თორნიკე კიკნაძე. ეს ადამიანი არის პიჟონი. ბოდიში გიხდით, პირველად ვიყენებ OBS და პირველად ვწერ ესეთი სახის ვიდეოს ცხოვრებაში. და რამე ცოტა გამიგეთ თუ რაღაცები ტექნიკურად და რაღაც შემეშალე. თორნიკე კიკნაძე, ეს ადამიანი არის პიჟონი, ამ ადამიანმა გამოიყვანა წყობრიდან, ეხლა რა თქმა უნდა, კარგად გრძნობდა საკმაოდ მშვიდად თავს. რეები ვიფიქრე, როგორ ვიფიქრე, რა გადაწყვეტილებების მიღება მინდოდა და რაღაც ამებსაც განგიმარტოთ. მაგრამ ამ ადამიანმა ყოჩაღ მოახერხა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო და ახსნე რატო, იმიტომ რომ Facebook-ზე კი არა და YouTube-ზეც იდება საშინელი კომენტარი, მაგრამ ეს რატო იყო განსხვავებული შემთხვევა, იმიტომ რომ იმას ბევრი ნაცნობი ნახულობდა, იმის სახელდაგვარი ჩანდა, ფოტო ჩანდა, ჩემიც ჩანდა და რაღაცნაირად გავაიგივეს ლაივში რომ მოდის ადამიანი რეალურ ცხოვრებაში და რეალურ ცხოვრებაში რო გაყენებს შევწყვეტ ოღონდ ისეთი პირით, ისეთი ბინზურად თქვა რაღაც, რომ უბრალოდ ამაგდო და ჭიქაც გავტეხე. ამის გამო ლუკა იყო ჩემი მეგობარი სტუმრად, მეხმარებოდა რომ სიგარეტი გადამეგდო და სიგარეტი აღარ მომეწია და სამწუხაროდ აღარ გამოვიდა ეგ, მაგრამ შეეშინა მე არ ის მიქნაო რა ქვია, არ მესრულა რაღაც და მეთქი ბოდიში მეთქი და კატაც შევაშინე, მაგრამ ხო და თორნიკე კიკნაძე და ერთ სახელდაგვარიც მინდა გითხრათ ანონსისთვის უცბად. საბაბრაჭველი, ესეც დაიმახსოვრეთ, ამებსაც გეტყვით. ხო, რეალურად ჯგუფელმა მომნიშნა, ოღონდ ისა კიდე ეს ხო საბაბრაჭველი, ესეც იცოდეთ, დაიმახსოვრეთ და ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებ ცოტა ხანში. და ჩემო ჯგუფელმა მომნიშნა პოსტზე და ძალიან სენსიტიური მომენტში მე მაგ დროს 2 საათით წავუძინე, იმიტომ რომ სიგარეტს რო ანებებდი თავს და რაღაც ცოტა ისე ვიყავი და წავუძინე 2 საათით, ახალი გაღუძებული ვარ და ნიშნავს ჩემი ჯგუფელი ვასილ ჟიჟიაშვილი. მე წინა პოდკასტში ვასილი ვახსენე, გვარი არ მიხსენებია, მაგრამ აი იმ პოსტის მე რაზეც მომნიშნა და რაზეც წამოვიდა ეს ხალხი და ფაქტობრივად მარტო ვიყავი, ოღონდ ეგ კარგი იყო, ეგ მაგის პრობლემა არ მაქვს. მე იმ ბინზურ სიტყვებზე მქონა პრობლემა, მაგრამ ეხა მაგასაც არ მაქვს პრობლემა და ავხსნი ყველაფერს. ეხა მორალურად თავს უფლებას ვაძლევ, რომ სახელიც აი ამ პოსტის გამო რომ სახელიც თქვა და გვარის თქვა, ოღონდ ეგ კარგი ადამიანია, უშუალოდ მაგას გულწრფელად პატივს ვცემ. იმიტომ რომ არაფერი არ შეშლია, პირიქით თავიდან წაუშალა კიდეც კომენტარი მას. მე თვითონ თხოვე პირადში, რომ მეთქი ჯობია დატოვო, თქო, მე სიტყვის თავისუფლების მოყვარული ვარ, რაც არ უნდა მწარე იყოს, მე მრჩენია ყველამ გამოავლინო საკუთარი თავი და ტუზი დაგვეცა. ზუსტად ეგ გვინდა ჩვენს რომ საკუთარი სახე უფრო მეტად გამოავლინონ. ხო და მაგათ შეხლაძის ამბავი იყო, ახალი მომხდარი, მე არც ვსწოდი წესივრად. ანუ ვინც ეგ გააკეთა ჩიხლაძის წინააღმდეგ, მე იმ ადამიანს როცა გაირკვევა და იდენტიფიკაცია შედგება მაგ ადამიანს, მე იმ ადამიანის ცხოვრებაში ხელს არ ჩამოვართმევ, ეს არის ჩემს წითელი ხაზი და ძალიან ანტიმაიდანის ჯგუფში შედით, ხელისუფლების მომხრეები არიან ძირითადად უმეტესად.
ყველა შეშფოთებული იყო, ზოგი ძახდა ოპოზიციის ვის არის მოწყობილი რაღაც რა მნიშვნელობა აქვს, ვის არ უნდა ექნა, კოდსაც რო ექნა და სავარაუდოდ კოდს მაქნა. რა თქმა უნდა, ამას ეს საშინელებაა რა, ყველანაირად მიუღებელი. არა მარტო ქალზე იძალა და ანტისახელმწიფოებრივი საქმეც გააკეთა, იმიტომ რომ ცეცხლზე დაასხა ნავთი მაგ ადამიანმა. და საინტერესო გამოცდილება იყო, რომ ჩემზე გადაწყდა ეს ჯოხი, იმიტომ რომ ახალი გაღვიძებულმა ნახე ვიღაც მაგაჭ ხელას აქციას და ამ დროს მე მლანძღავს, იმიტომ რომ ჯგუფელმა დაწერა ესეთი რაღაც. ვასილ ჟიჟიაშვილმა და მე კიდევ ერთი ჯგუფელი მყავდა გიორგი ანდრონიკაშვილი ფრანკლინის კლუბი თუ გაიგიათ, ტევი მედინამ ბევრს გაიგიათ. მაგის წევრი იყო, არ ვიცი איך ფუნქციონირებს თუ არა და რახან ჯგუფელებს და რახან კონკრეტულ პიროვნებებზე მინდა ვისაუბრო, მე სამწუხარო წამოვედი უნივერსიტეტიდან გარკვეული მიზეზების გამო, ფინანსური იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მაგრამ ზოგადად მე თვითონაც კარგად მაინც და მაინც ვეღარ ვგრძნობდი თავს რაღაცნაირი პანაშვიდის ის იყო რა ქვია ატმოსფერო ჩემთვის ან და შეუჩვეველი ვიყავი სწავლას და ბევრ რამეს მოკლედ არეული ცხოვრება მქონდა სამწუხაროდ და ბევრი სხვა პრობლემა იყო მაშინ, მაგრამ კარგი გამოცდილება იყო, ადამიანები მაინც გავიცანი და თან საინტერესო ადამიანები და გიორგი ანდრონიკაშვილი იყო კიდე ჩემი ჯგუფელი, ოღონდ მაგ ადამიანთან კომუნიკაცია არ მქონია წლებია, როცა ჯგუფელი იყო ერთხელ გავისაუბრე მარტო და ჩემი ყურადღება მიიქცია ძალიან ბოკერია ჯუნიორს ვეძახი ხოლმე, ახლა რომ ხვდება ხოლმე, ოღონდ ამას კომპლიმენტის სახით ვიძახი, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანია. და ძალიან საინტერესო ოპონენტი ჩემთვის აი ეს არის გიორგი ანდრონიკაშვილი და ამის პოსტიც მინდა წაგაკითხოთ, ზედელაშვილი იყო, იმასაც ვსაუბრობ. გიორგი ანდრონიკაშვილი და ეს გიორგი ანდრონიკაშვილი არის ONG Media-ს რაღაც დებატები რო არის, ვითომ პროექტი რო იყო, რომ უნდა გაგრძელებული იყო, მაგრამ მარტო ეს ვიდეოდებს არჩევნებამდე მოასწრეს და მე ვიცი რატოს გააკეთეს ეს და ამაზე ვისაუბრებ და აი აქ დებატებზე რასაც საუბრობს, მინდა რომ პასუხები გავცე, იმიტომ რომ ჭკვიანი ადამიანია, ჩემზე ბევრად განათლებული და მე მას ხშირად ვუსმენ, იმიტომ რომ იქნებდა შევიცვალო რამეზე აზრი, იმიტომ რომ ის ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ ჯერჯერობით რასაც თუნდაც მაგ დებატებში ვუსმნე, რაღაცები ძალიან ცალმხრივად ილაპარაკა და ძვას სისულელების გამოვიდა, მაგრამ მე ჩემ აზრს დავაფიქსირებ, რომ ზოგადად ჭკვიანი ადამიანია და რა თქმა უნდა ბადივს. და ძალიან კარგია რომ რამე ეგეთ ადამიანებთან მოგვიწევს დებატები, ხელისუფლების მომხრეები ჯერჯერობით ვინც ვართ, ვიდრე რავი ხაბეიშვილთან და შემდეგ ან თაობა ბევრად უკეთესი მოდის და ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა. მოკლედ ახალი გაღვიძებული ვარ, ჩაძინებული 2 საათი მეძინა და მხდება ესეთი პოსტი, კიდე უნდა გადავიყვანო, სულ მოვიწყდება. ვასილ ჟიჟიაშვილის ჩემი ჯგუფელის გიოდორეული ნიშნავს. რა არის ის მიჯნა, რის მერეც ქოცებს შეგრცხვებათ და ხმას ამოიღებთ? ეს ხდება მაკაჩ ხლაძეზე თავდასხმის შემდგომ. არ არსებობს და ეს დავით ზედელაშვილს მე დაბლოკილი ვიყავ, რა იწერია კიდეც, ეს ფსიქოტიპია, დავბლოკე არჩევნებამდე. არა ერთ რაღაცას ვიტყვი მაშინ რა. და კამერა გახსენი, გადავიყვანა იმაზე, დავით ზედელაშვილი არის თავისუფალის ლექტორი. მე ძალიან ხშირად დავდივარ ხოლმე მაგუნი, ხო აღარ არის, ხო? ანუ ეგ ადამიანი კითხულობდა ლექციებს იმასთან დაკავშირებით, რომ აი დამფუძნებელი მამები, ადამიანთა უფლებები, რაღაც თავისუფლება, რაღაც ეგეთი რაღაცეები რა და მე როდესაც ჩემი ძმის სახლში ვიყავი, ჩემმა ძმამ დაუწერა რაღაცა, რის შემდგომაც იმ ადამიანები გამოვიდა. ხო, პინგ-პონგს თამაშობდით რა და დაუწერა რაღაც კომენტარი. კაცი რომელიც თავისუფლების სახელით ლაპარაკობს, დავით ზედელაშვილი და იყო ლექტორი და პრეტენზია აქვს, რომ არის რაღაც დამფუძნებელი მამების წამყვანი, რაღაც ბაბლის ხელმძღვანელი, სინამდვილეში არის ჩვეულებრივი კომუნისტი. იმიტომ რომ მან ჩემი თანდასწრებით დაბლოკა ადამიანი განსხვავებული აზრის გამო. დავით ზედელაშვილს ცხოვრებაში როდესაც შევხვდები, მივალ თბილად, ალბათ მიცნობს, იმიტომ რომ ვიდეობლოგერი ვარ და ვიტყვი, რომ მან არ უნდა ისაუბროს ჯეიმს მედისონზე, მან არ უნდა ისაუბროს ჯორჯ ვაშინგტონზე, მან არ უნდა ისაუბროს დამფუძნებელ მამებზე, ის უნდა საუბრობდეს პლეხანოვი, ტროცკი, ლენინი, რადგან სინამდვილეში არის კომუნისტი. აგერ რომ ამ ყველაფერს მე და ამ ყველაფერს გავაკეთებ ცხოვრებაში დროებით. ეს მოულოდნელი ჩართვა იყო საინტერესო. ეს გვარამია რომ შედიოდა ხოლმე კვესტაძესთან რაღაც მსგავსი. ხო, მოკლედ, ხო ეხა ყველა ზაზა შათირიშვილი თავისუფლების მოყვარე ადამიანი ვერ იქნება ეხა. ეს უხუმრობით, იმიტომ რომ ძალიან კონკურენტად აღიქვავდა მახსოვს და კაი, მოკლედ. ხო და ეს ხა ჩემი მეგობრის Facebook-ით ვარ და მაგიტო ჩანს რა. მე წარმოგდგენა არ მქონდა საერთოდ თუ ახსოვდი და ამ ხელაკაცი მაგით თუ ამაყობს დავბლოკე არჩევნებამდეო, ხოჩა. კაი. მოკლედ მაკაჩ ხლაძე ვიღაც ნაძირალამ წააქცია და მე უნდა გამختارიყავი თურმე ოპოზიციის მხარდამჭერი. ამის გამო. ეხა
ჩემი პასუხი რა იყო მარტივი. ხმის ამოღებაში რას გულისხმობ? ძალადობის წინააღმდეგ ყოველთვის ვიღებდი ხმას და ამოვიღებ. თან ეხლა ვარკვევ რა ხდება თან რა პარალელურად ამის წერის დროს. დავწერ მობილურით და ოდნავ ვარ წარმომჯდარი, აი წევარ და ესე ვარ დივანზე ჩემემძინებია. ესა რა ქვია. ხმას ამოღებ. იქნება ეს წაქცეულზე დარტყმა თუ ქალის მიმართ ძალადობა. ორივე წითელი ხაზია ცხადია, მაგრამ იმის მიზეზი ვერ გახდება ცხადია, ეს ახალი გაღუწებული იყო, ამიტომ ორჯერ მომწია დაწერა, რომ ოპოზიციას დაუჭირო მხარი. ან მაგის მიზეზი ვერ გახდება, რომ ოპოზიციას დაუჭირო მხარი თქო. რაც შეეხება თორნიკე კიკნაძეს, აი მანამდე დაწერა. რა ძალიან საშინელი კომენტარი, მაგრამ კიდე არის დაბლა და წაიკითხებთ მაგ ადამიანის კომენტარს, აი თორნიკე კიკნაძე, ONG-ის რაღაც, რა ვიცი, ჟურნალისტი. სხვა შორის ამან დაბლოკა სხვა ფოტოები Facebook-ზე, ეთყობა დააჰაიდა რა, გააქრო, ეთყობა მიხვდა, რომ ის ხო რა ქვია. რახან პოდკასტები მიყავს და რაღაც შეიძლება და ვიდეო მიმართვით მეპასუხა და მადლობა თქვას, რომ ვიდეო მიმართვით პასუხობ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი აზრები მიტრიალებდა. და ამაზე ვისაუბრებ და რჩევებსაც მოგცემთ, რომ იმიტომ რომ ყველა ღირსეულ ადამიანს შეექმნება ეს პრობლემები, როცა მსგავსი ბინძურიენთ ადამიანი ასე სახალხოდ შეიძლება დაელაპარაკოს და ხოლმე რაღაც ტრუსიკითედო ვიღაც ბიჭებთან ფოტოები და პლუს 2018 წელს ანასუბალიანის გვერდზე იდგა იმით რაღაც წარწერით თეაწადი და მოკლედ მაგათიანია რა და მაგას წერა კომენტარი და მაგას ვასხობ. რაც შეეხება თორნიკე კიკნაძეს, თუ უნდა ერთ-ერთზე მეჩხუბო სადმე, ეს გაბრაზებული ვიყავი. კბილებს დაულეწავ სიამოვნებით და ამას გაბრაზებულ გულზე ვწერდი და დღეს არანაირად არ ვგეგმავ არანაირი სახის შურისძიებას, მით უმეტეს ფიზიკური ფორმით, ღმერთმა დამიფაროს. მე მხოლოდ დავიტოვებ, მე შეიძლება ვკითხო თუ შემხვდა ქუჩაში და ამასაც გეტყვით რა უნდა ვკითხო, მაგრამ ერთადერთი რაც გამოვიყენებ ეს არის თავდაცვის უფლება. არანაირად თავდასხმას არ ვაპირებ არავისზე. დაულეწავს იმ კომენტარის გამო რაც დაწერა. როგორც ხედავთ, მე არ ვიგინები, ჩემი სტილი ეგ არ არის, იმიტომ რომ თორნიკესნაირი პიჟონი მე არ ვარ. რამდენი მაგისნაირი პიჟონი აგინებს და შევრაწყობს სპეცრაზმს წარმომდგენია გამძლეობა მათ. ნუ თინათინგო პალიანი მიწერს ევროპაზე მუშაობს, ევროპაბეთზე. ეს ძალიან ჭკვიანი გოგოა, სხვა შორის ძალიან ჭიერი, ძალიან სწრაფად თარგმნი და ერთად ვაკეთებთ პრეზენტაციას. კარგის გარდა ამ გოგონაზე ნახდა და არაფერს არ ვფიქრობ. პროსტა ეს დამწერა, შენ მისისტი არ იყავი და წამშალა მერე, თუმცა ყველა შლის თავის თავს. რა დაკარგეთ ასეთი ის გასაღები, გაპიდარასტების შიშით, რომ გაყიდეთ სამშობლო და ყველა თანამოქალაქე. ნუ ეს ემოცია აბსოლუტურად ემოცია. მიშას ახლას თავისუფლებას უსურვებ და ახლას უდიდეს რეფორმატორად მიმაჩნია, ეს ბევრს გწყინთ და ამაზე მე ცალკე ვისაუბრებ, რატოცემ მიშას პატივს, მაგრამ მე მესმის ის ცუდი რაღაცები რაც გააკეთა მან და არა მარტო ძალადობა იქ ხო იყო რაღაც საინფორმაციო ომი და ამ შემდეგ და ამებზე მე ვცლად ვისაუბრებ. თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას მე არასდროს ხელს არ შევწყობ და ყოველთვის ვიქნები ამის წინააღმდეგი. ზოგიერთი მუადური ყეყეჩი ახალგაზრდისგან განსხვავებით სიკეთების დანახვა შემიძლია. მიშა რეფორმატორი გიჟი იყო პასუხობს, ბიზნეს სისხლის მსმელი ფსიქოპატია, შენ რა გამოდიხარ, ეგ დარჩა გასარკვევი. ნუ მესმის ეს გოგონა რასაც ფიქრობს იმას ამბობს, ძალიან კარგი გოგოა კიდევ ერთხელ. უბრალოდ მე ყოველთვის ამას ვფიქრობ, რომ ვიღაც იქნება ხელისუფლებაში, ვიღაც მოვა და გადაწყვეტს რაღაც ცვლილება მოახდინოს და შენ შეგიძლია ყველა პოლიტიკოსს და ყველას აგინო შეგიძლია, მაგრამ საბოლოო ჯამში ცვლილებას ხო მაინც ვიღაც ახდენს და თუ პოლიტიკით დაინტერესებული ხარ, გიწევს ვიღაცა დააფასო, ვიღაცას მხარი დაუჭირო. თორე ეგრე ბინძურია პოლიტიკა, ყველა ისე რა ქვია, ანუ ყველას უპოვი რაღაც ცუდს და ანუ ესენი უმეტესობა გაბრაზებულები არიან, არც ოპოზიცია უნდათ, არც ხელისუფლება აპროტესტებენ, უნდათ ხელისუფლების შეცვლა, იმდენს ვერ იაზრებენ თუ ხელისუფლება რო შეცვალონ ოპოზიცია დაბრუნდება, ამ დროს არც ოპოზიციას უჭერენ და საერთოდ რას აკეთებენ და სად არიან და რა მიზანი აქვთ, ჩემთვის გაურკვეველია გულწრფელად. პასუხობ ვითვალისწინებ ემოციურ ფონს, დაწყნარდით იქო, დაწყნარდით ეს ბიზნეს უპაზავ, დაწყნარდით ბიზნესს. დავშვიდით და მოგვიანებით წყნარად ორივეზე შემიძლია გესაუბრო. თუ ლანძღვას განაგზობ, არც მე გაგიგრძელებ ხვეწნას და შენ ნება იყოს რა როგორ გაგრძელდება. შენ რო ოპოზიციურად განწყობილებს თბილად ელაპარაკები და ცდილობ რაღაც აუხსნა და ემპათია გქონდეს მეტი. ამათ რა გონიათ ზოგს იცი რომ შენ ვითომ რაღაც უფრო გიტყდება ქოცობა კი არა თელი ცხოვრება 2012 წლიდან ანტიქოცი ვიყავი და რამდენ აქციაზე ვარ ნაყოფი და ეხა უბრალოდ ვიცი რომ რახან ხელისუფლებას უჭერ ხარს კი ქოც დამწახებენ და არ მაქვს პრობლემა ხა ქართულ ოცნებაში ბევრი რაღაც არ მომწონს და უშუალო პიროვნებებში შალვარამიშვილი ძალიან არ მომწონს ბევრ რამეში მაგალითად და ვიცი რომ მე რო ვიძახი ქოცი ვარ ყველა შალვარამიშვილის გვერდზე მაყენებს მაგრამ რას ისავთ ცხოვრება ასეთი ხო ანუ ის არის რა ქვია ნუ რახან ხელისუფლებას უჭერ ხარს თითქოს ამის მერიდება საერთოდ არ მერიდება ძალიან ამაყად ვაკეთებ ამას იმის მხოლოდ დავატრო ბევრი რაღაც არის დასახვეწი შემესრით და ჯანსაღი ოპოზიცია საჭიროა და მე შევასრულებ ჯანსაღი ოპოზიციის
ფუნქციას ეს ყველაფერი ჩაივლის, ბევრ რამეში გავაკრიტიკებ საინფორმაციო კუთხით. და ხო გონიათ რომ რაღაც შენ რაღაც გერიდება და ცდილობ რომ რაღაც ამათ რაღაც არ დააგაკენსელონ ვითომ მაგის გეშინია და რაღაც და ეგ განსდავთ და თავისუფასებენ ხოლმე ანუ არ ღმერთმა ნამფაროს მართლა რო აპირებ ხვეწნას არავის თუ არ უნდა თუნდეს ვასილ ჟიაშვილი ისევ მიწერს გიოდორული ამ 8 დღეზე ვისაკისრებთ ქოცები პასუხისგებლობას ამ 8 დღის განმავლობაში რომელი ინსტიტუტის მუშაობა მოგწონს სპეცრაზმის პოლიციის სასამართლოს თუ პროკურატურის და ასე რომ მუშაობენ იმიტომ ხوار რომ ბატონ ბიზნეს ჯიბის ინსტიტუტებია ყველა ბოლო 8 დღეზე მთლიანი ქვეყნისა და დასავლური ელიტების პასუხისგებლობაა ბოლო 8 დღე ხელისუფლების მხარესაც არის პრობლემები ამაზე ორი აზრი არაა შეუძლებელი ასე არ ყოფილიყო ბატონი ბიზნესი არა ხო კი ბიზნესს იგულისხმებოდა ხელისუფლებაში პასუხობ და კიდევ ნიშნავს ანუ დღეს კოდს რაღაცომ უნდა მოგინდეს კოდსობა და ეხლა მე ვპასუხობ ზოგად პასუხს ანუ ეხლა ეს გულისხმობს რას რომ აი მაგაში ხალხ წააქციეს და ოპოზიციის მხარდამჭერი რატო არ ხარ და რატო არ გამთხარ აქციას ну მე ხა ზოგად პასუხს იმიტომ რომ ივანიშვილი უკონკურენტო ლიდერია ამ ქვეყნის და ყველა სხვა შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისის ქაოსსა და გარეთ ძალების ინტერესების მსხვერპლი გავხდებოდით და ჩემსავით ფიქრობს ბევრი მე არ ვენდობი ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ელისაშვილის, დოლიძეს, სურაბიშვილის გახარიას გვარამეს ამ ხალხისადმი ნულინდობა მაქვს და იმ ევროპელმა ელიტებმაც ვისხმებსაც ზოგიერთი ევროპარლამენტარი აშღერებს ასევე დამიკარგეს პატივისცემა ივანიშვილი ერთადერთია, რომელიც საკითხს რეალური ქვეყნის და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უყურებს, რადგან ამის რესურსიც და ვხედავთ სრულიც გააჩნია. ახალგაზრდების უმეტესობას, ვინც ჩანხართ და NGO-შნიკების ქსელი გაქვთ დიდი და ამ ქსელზეც ვისაუბრებ. არ გინდათ ეს ხელისუფლება და არ გინდათ ოპოზიციაც. ორივეს აგინებთ და გულწრფელად მაინტერესებს თქვენ თვითონ რატომ არ ქმნით პარტიას იქნებ ვიღაცებში ნდობა გქონდეთ მეტი იმის მიუხედავად რომ არასამთავრობოებმა დაამუშავა უმეტესი თქვენგანი ემოციურადაც და გონებრივადაც რა თქმა უნდა ჰაჰასმალიკები ის ანდრი ოღიშვილი ანდრი მადლობა ერთი კომენტარი ერთი ლაიქი ჩვენ ხელა ბიჭ გოგოებს რომ ამტრევენ ქუჩებში ეგ არის ეროვნული ინტერესები რატომაც ეს პოსტი დავწერ ისაა რომ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით ერთად გვისაუბრია და ვერ ვიჯერებ რომ ამ ყველაფერს შემხედარე ამ პასუხს წერ აი ხა უნდა ვისაუბრო რა კარგი რაღაც წერია აქ ამაზე უნდა ვისაუბრო მარტივად ეხა უყურეთ ლუკა ეხა ვინც სიგარეტს თავს მანებებინებდა და ჩემს სახში იყო როცა ამას უკითხულობთ ეგეც ოპოზიციურად და განწყობილი რა და მე გამიმართლა მეგობრებში სწორად ავარჩი იმიტომ რომ სამი ჩემი საძმაკაციდან 7-8 კაცი ვართ უახლოეს სამეგობრო სამი არის იქიდან ოპოზიციურად განწყობილი მაგრამ იდეალური ურთიერთობა გვაქვს ხა კენსელი და რაღაც ჩვენში არაფერი არ მომხდარა მაგრამ ნუ კამათები და რაღაც ქონია და ზოგჯერ ცოტა ემოციურიც მაგრამ ლუკა არის ერთი ჩემი მეგობარი რომელიც მესაუბრება ხოლმე მეკამათება რაღაც და რაღაც ფენომენი არსებობს მოკლე მეხსიერება მაგალითად რაღაც რელიგიური ქვეყნები ყველა არის განუვითარებელიო მითქიცებს ლუკა და მეთქი აი დუბაი თქო და გაერთიანებული არაბული ემირატები არის ძალიან რელიგიური ქვეყნებია თქო მაგრამ საკმაოდ ლიბერალურია განვითარებული რავი ევროპულ ნებისმიერ ევროპულ ქალაქს მე მირჩევნია დუბაი მაგალითად და რაღაც საუბარი წავიდა და ივანიშვილიო რაღაც მეთქი ივანიშვილი უბრალოდ ქრისტიანობას იყენებს როგორ ანუ გადაწყვეტილებებს როცა იღებს ქვეყნის მმართველობასთან დაკავშირებით თქო ხელმძღვანელობს ქრისტიანულ ღირებულებებით თქო და პატივისცემს ქრისტიანულ ღირებულებებს იმიტომ რომ მიაჩნია ჩვენი კულტურის იდენტობათ და მთავარ იმათ თქო რა ანუ მემკვიდრეობათ თქო და აი რაში გამოიხატება მაგალითად აეგო რომ ქრისტიანულ ღირებულებებს დაყრდნობით რამე მაგალითად ანტი-LGBT კანონია მეთქი ეგეთი თქო და ვაიმეო აი ხალხი მშიერია ის და შენ კიდე ვიღაცის აი უკანალი გადარდებს მეთქი შენ მოკლე 3 წუთი გახსოვს მარტო საუბრის თქო იმის უკან რებიულაპრი ეს წრეზე ტრიალებს ხო ავიწყდება რას ვეუბნები ხოლმე და იგივე რაღაც ფსამობს ხოლმე ეგ ფენომენი არსებობს მე ხო არ მithქვია რომ ვიღაც უკანალი მაი ღმერთმა დამიფაროს კაცო ვისაც როგორ უნდა რა ცხოვრებითაც უნდა იმით იცხოვროს კაცო უბრალოდ თქვი ეს კანონი ოჯახური ღირებულების შესახებ აი ქრისტიანობას დაყრდნობით გააკეთეთ თქო და აი ეს მოკლე მეხსიერება და ეხლა ამ შემთხვევაში რა ხდება იგივე არა მაგრამ მსგავს ფენომენს აქვს ადგილი მკითხა რატო უნდა მოგინდეს კოცობა თქო და მე დავწერე რატო ჩვენ ხელა ბიჭ გოგოებს ამტრევენ თურმე ქუჩებში ერთი წუთით ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი შენ თუ გინდა და ზუსტად ამ ადამიანს ეწერა ვისაც უნდა მაიდანი ვინც იქცება იანუკოვიჩივით უნდა ის მიიღებს მაიდანსო და შენ თუ მაიდანი გინდა ჯერ ერთი შიშმო პირებს რატო იყენებთ ფარად რატო იყენებთ ბავშვებს ფარად ჰამასი ხართ ისრაელი ვისაც ებრძვის და
თუ გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ შენ ძალადობრივი გზით შეცვალო ხელისუფლება, თუ ეს ტიპი ჟონებისნაირები აგინებენ სპეცრაზმებს. შენ გონდა იქ რო ხარ შენ გონია იმ რაღაც ქაოტურ სიტუაციაში არავის მოხვდება და თურმე ვიღაცას დაარტყეს და ამის გამო მე ხა ოპოზიციის მხარდამჭერი უნდა გავხდე? ანუ მე რო ვთქვი რა არის ეროვნული ინტერესები თქო ხო? ეროვნული ინტერესები არის ის რომ არ ემონება ევროპა რო არ არის ივანიშვილისთვის რაღაც ყოვლა დიდი რაღაც ესეთი ჭეშმარიტება და რომ ქრისტიანული ღირებულებებით უფრო მეტად ხელმძღვანელობს და ქვეყნის ინტერესებით. თურმე ვასილმა ის დასკვნა გამოიტანა რომ მე მსიამოვნებს რომ ჩვენ ხელა ბიჭგოგოებს ამტყრევენ და ამათი მთელი ეგ ის დგას ამაზე რომ იცით რა ჩვენ ხა ქაოსი გამოვიწვიოთ აქ რაც მეტი ადამიანი უშუალო ვასილი არ ფიქრობს მაგას რა თქმა უნდა პატივისცემას მაგრამ ვიღაცა ის იქნებ რამე ცუდი დაემართოს და მე ხალხს შეეცოდება თურმე და უცებ ოპოზიციას დაუჭერენ მხარს ზღაპარია ეგ ეხა გეტყვით ძალიან კაი კითხვა მაქვს თქვენთან ვიღაც აქტივისტს რო ესროლა ქვა და უშუალოდ ისე რომ პოლიციას მოხვედრო და საფეთქელში ღმერთმა დაიფაროს ყველა რაღაც პოლიციელი რო დაღუპულიყო აქ თქვენ გახდებოდით ხელისუფლების მხარდამჭერები ამის გამო? არა, არ გახდებოდით. ისე ოპოზიციურად იქნებოდით განწყობილი. ღმერთმა დაიფაროს ყველა ახალგაზრდა, ვინც მანდ დგას, ფარად რო იყენებთ, მაგრამ მანდაც ვინმეს რამე მსგავს ტრაგედია რო დაემართოს, ხელისუფლების მხარდამჭერები მაინც დარჩებიან ხელისუფლების მხარდამჭერებად. ამიტომ არავინ არ გაუბედუროთ ეცადეთ. და თუ გინდათ სისხლიანი რევოლუცია, გოგოებიც გაიყვანთ იქიდან და ბავშვებიც გაიყვანთ იქიდან. ხო ხართ მაგარი ბიჭები? აი დიდ გულზეა თორნიკეკიკნაძე. წავიდეს და დაასხლიანოს და შეცვალოს ხელისუფლება თუ უნდა. წარმატებას უსურვებ. ეს ირონიულად რა თქმა უნდა. არც ერთ ნორმალური ადამიანი მაგას წარმატებას არ უსურვებს. და აი ესე ხატავს რეალობას რომ თითქოს ბიჭგოგოებს რომ ამტყრევენ ქუჩებში ეგ არის ეროვნული ინტერესები ჩემი აზრით. რატომაც ეს პოსტი დავწერე ისაა რომ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით ერთად გვისაუბრია და ვერ ვიჯერებ რომ ამ ყველაფრის შემოხდომი არის ამ პასუხს წერდა და ტირილი რა თქო ვიღაც განიცდის ამ რაღაც ანუ რა თქმა უნდა აბსოლუტურად მესმის შენი რომ ერთად გვისაუბრია რაღაც მე საერთოდ არ ტოვებდი სისხლის მსმელი ადამიანის დაბეჭდილებას რომელსაც გაუხარდებოდა ბიჭგოგოების მტრება არ ვიცი რომ არ ტოვებდი მაგრამ შენშია ეგ პრობლემა რომ შენ გჯერა ამის ძალიან არასწორ რეალობას რაღაც შეიქმენი შენი რეალობა და იმისი გჯერა ეგ არის პრობლემა რა ინტერესებიდან უყურებსო ივანიშვილი მაგას დელუზიაც აღარ ქვია ეს წეს ალექს ძიმისტარიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო ვისაც დაუახლოვდი ცოტა სხვა შორის სხვანაირი მარტოლერანტი ვიყავი ყოველთვის და მართლა კარგი ადამიანი ეხას პატივისცემის მიუხედავად რაღაც არ შეუგინია ამას და ამიტომ ივანიშვილი და ეროვნული yeah right თუ ეროვნებით რუსი ხარ მაშინ კი და ხო ვასილს წერისო ამას წინ როდესაც მშვიდობიანი სახე ქონდა პროტესტს არაფერი მსგავსი არ მომხდარა როდესაც ძალადობრივ ფორმას იღებს სხვადასხვა გზით ვურჩევ ახალგაზრდებს გაერიდონ იქაურობას ხოლო ვისაც უნდა რომ ძალადობრივი რევოლუციის მონაწილე იყოს ნუტირის იმის გამო რომ ხვდება მარტივია დიახ ეროვნულ ინტერესთან უყურებს განსხვავებით ოპოზიციას გისურვებ როცა პოლიცია დაგჭირდება ისე დაგიცვა როგორც დღეს მაკაჩხელაძეს დაიცვეს და ის პოლიციელი ერთი იყო იქ პატრული და ტიტუშკა იყო ბევრი კობახიძემას თქვა რომ ამ დროს რეაგირება შესს უჭირს კი უნდა ალბათ ამოიღოიარე ჰაერში ესროლა put your hands down და რაღაცები მაგრამ ნუ პრაქტიკაში ხედავთ რომ ესეთი მარტივი არ არის და რა თქმა უნდა შეგვიძლია გავაკრიტიკოთ კი ბატონო და ეს არ იყო უფრო უკეთ უნდა დაიცვათ რა თქმა უნდა როცა სამართალი დაგჭირდება რუსეთს გაგასამართლოს ხო სასამართლოზეც მე ვისაუბროთ და ნუ მისურვებ ვასილ თუ შენ მიგაჩნია რომ სასამართლო მიკვერძობელია და პოლიცია სუსტი ჯობია უკეთესი რამე მისურვო ბიჭო აი კრიტიკული აზროვნების წვეთიც არ უნდა გაგაშდეს ამჯერა რეალური ადამიანი ხარ ემოციური ფანის ბრალია როცა დაწყნარდება ყველაფერი ცივილურად და მშვიდად ვისაუბროთ დაიჯერებ ჩემს რეალურობას მარიამ ყრუაშვილი ჰავს ჯგუფელი იყო ეგეც კაი გოგო საყვარელი არანაირი აგრესია მათ მიმართ ორი ადამიანის მიმართ მქონდა აგრესია ეხა აგრესია არ მაქვს მაგრამ ხიდებია დამწვარი stay off the weed bro ეს ნიშნავს ძალიან რო ხარ რაღაცებს ჩაფლული და ზოგადად სურათს დანახვა რო გიჭირს და აი stay off the weed bro თქვენ გაქვთ ეგ პრობლემა მე ვფიქრობ ბევრ სხვა საკითხს არ აქცევ ყურადღებას აი აქაც stay off the weed bro რო მაგას ეკუთვნის და ეს ამის ბრალია ოდნავ ჩაცხრე სიტუაცია რომ სურმა დონემ დაიწიოს დონმამზე შეუძლია დეტალურად აგიხსნა რა გარემოება შეცვალ პოლიტიკური გემოვნება დეტალურად გაგეტარებ ყველაფერს და ნუ აღარ არის ხე იმდენ საინტერესო აი ხო ცალკეულ შემთხვევებში ვასილს უწერისო იქნება სტიტუშკების ქმედებები თუ მათი დაუსჯელობები მჯერა რომ ერთნაირი შეხედულებები გვექნება სასამართლოს ობიექტურობის არც მე მჯერა და ამ საკითხთან დაკავშირებით ვაპირებდი კიდეც მოწერას მაგრამ არასდროს მპასუხობ ეტყობა ფიქრობს რომ
როგორც ხელისუფლების ხარდამჭერი მე ვეძებ მეგობრებს და რაღაც, არ ვიცი. იმიტომ რომ არ ვიცი. მაგათმა რომ რაღაცა სიმართლე მართლა დაინახონ და სიმართლის მხარეს და ვასილს მოუწევს. იმიტომ რომ კარგი ადამიანია. რაღაც მომენტში სიმართლის მხარეს დადგომა და მე რომ დააკენსელებენ ეხავე ვეუბნები რომ შეუძლია ნებისმიერ დროს მომწეროს სახში მივიპატიჟებ ყავას დავალევინებ თუ ყავას არ სვავს ჩაის დავალევინებ ვისაუბრებ ჩემი კარი ღია ნორმალური ხალხისთვის ამიტომ დაკენსელების შეეშინდება მაგრამ მოუწევს მე ჯერა მაგისი იმიტომ რომ ჭკვიანი ადამიანია რეალურ კონსტრუქციულ კრიტიკაზე არ მომუვარს და იდეალურებად როგორ შეიძლება ამათ მივიჩნევდე რომ ცოტა ხნის წინ ამათ წინააღმდეგ დავდიოდი აქციებზე სიტუაცია არის რთული თორემ არც დიდი სხვაობა ჩვენ შორის ღირებულებების კუთხით მერწმუნე ანუ ფილმებში რო ამერიკა არის რა ეგეთი ყველას უნდა საქართველოს რო იყოს მერწმუნეთ უბრალოდ პრაქტიკაში რა არის შესაძლებელი რა არა ამ ეტაპზე რა საფრთხებია რა არა და რა როგორ ხდება და როგორ უნდა იყოს ამაზე გვაქვს სხვა შეხედულებები ცხოვრებაში პრაქტიკაში მსოფლიო პოლიტიკა როგორ მუშაობს მე იგივე თემას აღარ არის საინტერესო აი თორნიკე კიკნაძე რა უნდა გაგვიზიარო დედმამით ლეო შენ თორნიკე პასუხო პირადად შენაირებს რაც უნდა გაუზიარო ნამდვილმა კაცებმა ამაზე საჩვენოდ არ ვუსაუბრებ და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვზახი რომ მე არანაირ რაღაც დახვედრას შეხვედრას ან იმას არ ვაპირებ, თუმცა ამ დროს ნერვები ცოტა სხვანაირად მქონდა, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა იყო ესეთი და პირველი ყველაფერი დაუწყარია, მსგავსი რამ არ განმეორდება, როცა მსგავსად დამწერენ, აღარ გопроზდები. ნუ იგივე შემიძლია გითხრა იმის გამო, რომ აქციაზე ხარ თქო, იმიტომ რომ შენ წული გაქვს საქართველოს დაღუპვაში დაიმახსოვრესო, მან დამწერა და მეც იგივე შემიძლია გითხრა იმის გამო, რომ აქციაზე ხარ თქო, ამ ალექსანდრეს ძიმისტარიშვილის, რომელსაც ბევრად უკეთესი სახელი ქონდა, გადაიკეთა და ძალიან უწუხარო რო გადაიკეთა, იმიტომ რომ ნამდვილი ქართული და ძალიან კარგი სახელი ქონდა, ანუ ხო და ხო იგივე შემიძლია გითხრა თქო, მაგრამ რა თქმა უნდა არ ვეტყვი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ შეცდომაში არ შესულები. გიოდორეული, ისევ წერს თორნიკე კიკნაძე, შენ არ ხარ ხო და ნამდვილი კაცი. შენ ხარ ლეთალე, თორემ გექნებოდა რამის მოსთხოვნის ტრაკი დედით ლეო. აი დედით ლეზე გავჭედე. ესეთი ტერმინი მე არ გამიგია. რაღაც მხრივ დატრენინგებლებიც არიან ალბათ, რომ ადამიანები გამოიწვიან ვიზუალსაც ესეც სპეციალურად იყენებენ. ეხლა მე სხვა ადამიანების ჩანან უბრალოდ ამის ფოტოებს და სხვა ფოტოებს არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ იმათმა რა დამიშავეს ხა ესეთი მეგობარი რო ყავთ ეგ პრობლემა კი არის, მაგრამ მაინც ეთიკა გამოჩნია. მე ამისთვის დედა არ შემიგინებია. დედით ეს ტერმინი პირველად მოვისმინე, ვინ არის, ცოტა ხანში გავიგებთ, ეს ცოტა მუქარი შემცველი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ საჯაროდ ვიზახი არანაირი გეგმა არ მაქვს ამ ადამიანის მიმართ. ერთადერთი თუ ოდესმე შემხვდა, შეიძლება უბრალოდ ვკითხო, შეიძლება კი უეჭველად ვკითხავ, თვალებში ჩავხედავ. მე ის ვარ თქო გავახსენებ. და აბა გიყურებ თქო, აბა რა უნდა გექნა თქო. ამას ვკითხავ უბრალოდ და გამოვიყენებ მხოლოდ თავდაცვის უფლებას, იმიტომ რომ მე ღმერთისა და ქვეყნის წინაშე და სამართლის წინაშე ვაპირებ რომ ვიყო მართალი. დედითლე იყო შესირო ბოდიში ხარ ვიძახე მას. просто თქვენ გკითხულობთ, ვითომ ვერ გაიგო ამ ლემ, შენაირებმა ზუსტად იციან დედითლეები არიან. თუ თვითონ გამოვიდნენ ასეთი ჯიშმოდნულები, არაფერი შეიძლება შენაირ ლეს. გასკები იყო ყველაფერი ნათლად გასკები. აი, ეს დედითლე მართლა პირველად გავიგე და ძალიან ჭიქა დავლეწგეუბნებით და მე მინდოდა ამ ადამიანის მისამართის გარკვევა მე მეორე დღეს და უფროს ადამიანებთან მჭირდებოდა საუბარი რა. უფროს ადამიანებთან მჭირდებოდა საუბარი და ხა უფროსი მე ისეთი არავინ მყავს რომ ესაუბრა და გამახსენდა ბიძაჩემები რომელთანაც კონფლიქტი მომივიდა ოჯახური სიტუაცია და ისეთი მქონდა ესეთი და ბიძაჩემები გამახსენდნენ და დაურეკე ერთ ბიძას 38 წლის არის მინდოდა საუბარი უთან რაღაც ინფორმაციას ესე და შევხვდი და საინტერესო ხანგრძლივი დიალოგი გქონდა და მოკლედ კარგი რაც არის რომ აღვადგინე ორივე ბიძასთან ურთიერთობა ძალიან პოზიტიური რაღაც მოყვა ამას და რაღაც ისეთები ვისაუბრეთ რაც ძმაკაცებთან მსგავს საუბრები მექნებოდა მაგრამ უფროს თაობიდან მაინც სხვა ენერგეტიკა მოდის და სხვანაირად დავმშვიდდი სხვანაირად დავწყნარდი ორთჭალაში ვიყავი სხვა შორის მეორე დღე იყო აქედან და ის იქიდან წამოვედი ორთჭალიდან და გაგრას იქ უნდა ჩავსულიყავი თავისუფლების მეტროსთან მაგრამ გავისერნე მეთქი რუსთავის მეტროთი ჩავალთქო და იქ აქციაც იყო რაღაც ნაძვის ხე რო ითქმებოდა და რაღაც და გავიარე ეგ ადგილი ვფიქრობ ნეტა შემხვდეს თქო მაგრამ ხშირად ვცერინობ ვაკეში და ეხლა ვაკეში რუსთაველზე და შემდეგ მარჯანიშვილზე მათ შორის და ასევე ხა ნაძვის ხეს დანთების ის თუ იყო პირველად ცხოვრებაში უნდა დავესწრო მაგას და პროგრამა შეიძლება მოხვიდე იქ და ნახო თუ გაქვს სურვილი ჩემთან შეხვედრით საბა ბრაჭველი
ამ დებილ ლესთან ლაპარაკს რატო აგრძელებ ინდაურთან ჭადრაკის თამაშზე ნაკლები აზრი აქვს მონაა ტიპი. ამან ჩაუსწორა დებილ დედამლესთან. მე უწერ სავაბრაჭოს, არც ოცნებაში ვარ და არც NGO-ში მუშაობ, ვის მონობაზე საუბრობ. რა ინტელექტის პატრონი ხარ ფიქრებშიც ჩანს. შენს მონობაზე ვსაუბრობ, სწორად მიხვდი, სათვალე და ბეჯი არ დაიგორსა. სამწუხაროდ შენაირები ამას უკვე თორნიკეს უწერ, რომლებიც გაუზრდელები არიან და საკუთარი სიტყვებსა და ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება არ იციან, რადგან არ ასწავლეს ძალიან გვიან ცხოვრებაში და ძალიან მწარედ სწავლობენ ხოლმე ჭკუას. ეხლა პასუხობს ამაზე, ავიღებ პასუხისმგებლობას ჩემს სიტყვაზე და სადმე თუ ნახე შენი ჯიშიდან ვინმე უმოწყალოდ მოვნა. შეხედეთ. აი ეს ადამიანი. და ნუ ცოტა რთული იყო, წყობრიდან არ გამოსული იყო, მაგრამ ეხლა კარგად ვარ. იმიტომ რომ პირველი იყო, შედედით ნეო შენა. აი ამას ადარდებს ხალხო ქვეყანა რა. აი წარმოიდგინეთ სპეცრაზმირეებს იტანს, წარმოიდგინეთ. შენაირები რო იღებდნენ რამეზე პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის დაქცევისთვის თავს უნდა იკლავდე უკვე, მაგრამ როგორც გითხარ, ჯიშით ხარ, და ვერაფერს გაიგებ ამ სკოლაში ვერასდროს. ნუ ეს ირაკლი მაგას რამ წაგახდნენ ასე რომ მილიარდელის მილიარდებზე ესოდან განცდიდარდო ეს ვინ არის? ეს არის ინტერეს პრეს ნიუსი და ოკეი. აი საბაბრაჭველი ვინც ეს დავლა იქა დებილდენულესთანო, აი ეს მინდა განახოთ ვინ არის. და ნახეთ სად მუშაობდა ვისთან ერთად არის. ნინო ლომჯარია. ეს მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში. წარმოიდგინეთ, აი ეს იცავდა ხალხის უფლებებს და წარმოიდგინეთ, ეს იყო მიუკერძოებელი და ქოცებსაც და ნაცებსაც სამწუხაროდ არ ჩანდა, ბოდიშ ვიხდი. აი ეს ნინო ლომჯარიასთან აქვს ფოტო და ეს იცავდა აი ეს ადამიანი საბაბრაჭველი იცავდა ადამიანის უფლებებს. ნინო ლომჯარიასთან ერთად. აი დებილდენულესთან რო უწერი. აი ამას განახებთ მაინც. მე სიტყვის თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ, მე ვასილს დიდი მადლობა რომ წაშალა. თავიდან ეს კომენტარი, მაგრამ იმიტომ რომ სრდილობიანი ადამიანია ვასილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ყოველთვის ვამჯობინებ რომ ყველაფერი ჩანდეს. და ყველაფერი დაინახოს ხალხმა. მოკლედ ყველას ერთმანეთი ყავს ეს დამატებული. და ეს 31 აქვს, მაგრამ ზოგადად 300-200 ლაიქებზე ადის, მაგრამ ეს 300-200 ლაიქები ძირითადად ერთი და იგივე ადამიანების არის ხოლმე. დავით ზედელაშვილი ლექტორი ეს ვიცით, კვესტაძეს ყავდა მიწვეული. მიწვევს ხოლმე კვესტაძე მოკლედ და ერთხელ ფიცო იყო ახალდაჭრილი რომ მიწვია მახსოვს და ის იყო რა ქვია, როგორ უნდა და კვესტაძეს რომ მომკვდარიყო ფიცო ყვდება, ფიცო ძალიან ცუდად არის, ესე აცხადებდა და საბედნიეროდ გადარჩა ფიცო, კარგად არის კვესტაძეს და სამწუხაროდ არ ვიცი, ყაველაშვილი რომ გახდა პრეზიდენტი, ძალიან ბევრმა გამოთქვა გულის ტკივილი იმის გამო, რომ მაგ ადამიანს არ აქვს დიპლომი. მაგრამ როგორც ჩანს, აი ხედავთ, რომ ეს ადამიანები დიპლომიანები არიან ყველა. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის ღირებულებები თუ დიპლომი? ივანიშვილისთვის ღირებულებები უფრო ძვირფასია. მეც არ მაქვს დიპლომი, მაგრამ ხედავთ, დედა არ შემიგინებია ამ თორნიკე კიკნაძესთვის, რომელიც არის პიჟონი. იმიტომ რომ მე არ ვიცი დედამისმა ანუ შეიძლება მუშაობდა დედამისი, დაკავებული იყო, აღზრდაში ვერ იღებდა მონაწილეობას, მილიონი რაღაც არის ხო? არ მივაყენებ, ჯერ ერთი ქალია და არ შედის შემგრებულებებში, ხო? მაგრამ მას დიპლომი აქვს, მე არა. რა არის უფრო ღირებული თქვენთვის? როგორი ადამიანი გინდათ წარმოადგენდეს საქართველოს? რა ინტელექტუალურ რესურსს არის? აი ეს NGO-ები, აი ეს ახალგაზრდების ინტელექტს ასე ანიავებენ, ამ წარმოიდგინეთ, რამდენი რაღაც შეგიძლია გააკეთო შენ თუ როცა ოპოზიციურად ხარ განწყობილი. და ამ დროს კუბოს წვავენ მაცხოვრის გამოსხულებით. ამბობენ მაცხოვარი არისო, როგორც ოლიმპიადაზე ნათია ქოლუსმა მოიყვანა ძალიან კაი მაგალითი, როგორც ოლიმპიადაზე ამბობდნენ, რომ არ არისო ეს ისო საიდუმლო სერობაო, მაგრამ ხო და მოკლედ NGO სექტორი ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო ახალგაზრდის ინტელექტუალურ რესურსს ანიავებს, ხედავთ ამას. და ამ ყველაფერს დრო და დრო გაეცემა პასუხი და გიორგი ანდრონიკაშვილიც მინდა განახოთ ასევე ჯგუფელი იყო, რახან ჯგუფელებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, პატივისცემა ამ ბიჭს აბსოლუტური ჩემგან. ეს კიდე რო არ შემეშალოს, გადავიდეთ. ხო, ორივე მხარე დამნაშავეა, ორი მხრიდან ძალადობას გმობ, ეს გიორგი ანდრონიკაშვილი წელს, აი აქ ვინც არის, აი ამ დებატებში. ორივე მხარე დამნაშავეა, ორივე მხრიდან ძალადობას გმობ, იგივე ოპერაა, რაც უკრაინაზე იყო ყველაფერი ცალსახად არ არისო. ნევსეტაკ ოდნოზნაჩნო. მაგ გზას ბოლომდე რომ ჩახვევი, ჰოლოკოსტის გამართლებამდე მიდის. არა, ორივე მხარე დამნაშავეა. შენ თუ ამის ეს გაღიზიანებს, როცა ამას ადამიანები იძახიან.
შენ იმ რუსს დაემსგავსები ცოტა ხანში თუ ესე გააგრძელე იმ რუსებს დაემსგავსები რომლებიც ეხლა ბავშვების ხოცვას უკრაინაში ამართლებენ რეალურად ეს არის არანაირი ჰოლოკოსტი თქვენ ხართ მსგავსი პრობლემა და სოფოგელავა რომელიც ამბობს NGO-შნიკია და დეზინფორმაციაზე მუშაობს და ეხლა რაღაც ატლანტიკურ იმაშია ძალიან კაი გოგო ძალიან ჭკვიანი და განათლებული და მე სიამოვნებით უსმნე მაგის პოდკასტს და X-თან დაკავშირებით რაღაც შეკითხვები მქონდა მივწერე და მიპასუხა კიდეც ძალიან კარგი გოგოა საყვარელი მაგრამ ეს ციგჟეს წერს აღარ ყოფილა წრეში ოქტომბოს ფიტნეს კლუბი ბოლო პოსტში გიწერიათ რომ ოქტომბოს ფიტნეს კლუბი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას ამავე დროს კრემლის პროპაგანდისტი ყავთ დასკმებული და სივრცეს უთმობთ ეს კრემლის პროპაგანდისტი ისევ თქვენთან მუშაობს ანუ ყველას დაუვარა რომ გააგდეთ ეს ადამიანიო და წერს რას ამას კი ყურადღება მოკლა დამბრუნ თემაში ტიპმა გენოციდი მოუწყო ქვეყანას ცოლი ომის ფულებით ხან რომელი ქვეყანაში შოპინგს და შოპინგობს და ისვენებს ხან რომელში მთელი ამერიკა ბრიტანს მათი გადასახადი ზელენსკის ჭიბეროს ქელდება და ამის სანქციები ძალიან სასწრაფოა ხო რეალურად ძალიან ბევრი ამერიკელი ფიქრობს ამას და ძალიან ბევრი ევროპელი მე ზელენსკის პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს მისი მეუღლეს ძალიან კარგი ადამიანია მე ვფიქრობ და იმდენად მიყვარს ოლენა რომ დაბადების დღეზე მაგის სტენსილი როდგას ეგ უნდა ეჩუქებინათ ძმაკაცებს უბრალოდ ვეღარ მოესწრო მე შეკვეთას რო აძლევდნენ ძალიან დიდ პატივს ვცემ მოკლედ ზელენსკისაც პატივს ვცემ ხო მაგრამ სიტყვის თავისუფლება ხა ამან ხო არ თქვა რომ აფხაზეთი ის არის რა ქვია აფხაზეთი დამოუკიდებელია ხო არ თქვა ეგრევე თქვა კიდე ხო მაგრამ ის რა არის ამის გამო როგორი ბოროტი უნდა იყო ხა არ არის ბოროტი დარწმუნებული ვარ ისევ ემოციური ფონიდან გამომდინარე აკეთებს ამას მაგრამ იმიტომ რომ თან ჭკვიანია დიპლომიც აქვს კაცო და მუშაობს და გამოცდილება აქვს ანუ რატო უნდა გინდოდეს იმის გამო რომ დაწერა ვიღაცამ რაღაც რო სამსხურიდან გააგდონ და რავი უმუშევარ დაჭს რატო ყველა თქვენერად გრანტებზე ხო არ ზის ანუ უბრალოდ სიგიჟეა ნახეთ ეს უმოუწყდება ხოლმე გადართვა ამაზე იმიტომ რომ სულ პირველი ვიდეოა ეს ანუ ეს ერთ-ერთი რასაც ვწერე ხო რაც შეეხება უცბად ხა ძალიან გამიგრძელდა მაგრამ გიორგი ანდრონიკაშვილი აი აქ ეს ადამიანი ალალი კაცი მიმწყდი ეს მოკლედ მარტო ეს დევს ეს ვიდეო იმიტომ რომ სხვა ვიდეო არ დევს და არჩენობამდე მოასწრეს და ეს ხა კარგი პოზიტივი რა იყო ამ პიჟონმა ჩემი ოჯახი გაერთიანა ეს რო ვთქვა დიდი ხნის მერე ურთიერთობა აღვადგინებიძებთან და მე მესმის ხარ რა სირთულეებიც არის თაობებს შორის ზოგადად და ამ შემდეგ და ერთ-ერთი ეს იყო რომ აი ახალგაზრდა ბევრად ჭკვიანია ვიდრე ეს ლექტორი და თან უფროს თაობის წარმომადგენელი აი ამ პროპაგანდას აწვევიან იმიტომ რომ იციან რომ უფროს თაობა უფრო გამოცდილია უფრო მეტი აქვს ცხოვრებაში ნანახი ცხოვრება როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქოლოგია ადამიანის მანკიერები უფრო მეტად იციან უფროს თაობის უმეტესობა ნაკლებად ადვილად მანიპულირებადი ნაკლებად არის უფრო მეტად არიან ხელისუფლების მხარდამჭერები და მოდი მანდ დავარტყათ კაი უცბად ვიტყვი რებზე საუბრობს გიორგი აქ ორჯერ შემომჩნია რომ საკუთარ თავს უეწინააღმდეგებოდა მაგრამ სამწუხაროდ ალალი კაცია დებატებისთვის საერთოდ არ არის და დარწმუნებული ვარ უჯიგრა ამათ რომ აი პირიქით თუნდაც ახალგაზრდა გამოჩნდეს უფრო მეტად და ამ შემდეგ ჭკვიანი ადამიანი არის ფაქტია უბრალოდ ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს და ეს ორი სხვადასხვა რამე არა შენ გონებაში რას ფიქრობ როგორ და დებატებში როგორი ხარ ეს ორი სხვადასხვა რამეა ჭკვიანი ადამიანი იქიდან გამომდინარე არის რომ სწორ აზრზე დგას ჩემი აზრით თქონდ მაგრამ იბნეოდა რაც შეეხება მას ესე იგი ეს რაღაცას ამბობს ევროინტეგრაციაზე საუბრობს რა თქმა უნდა და არის და პირველი რაც მახსენე უცბად რამდენიმე იმას ვიტყვი არგუმენტს რაც ამბობდა პირველი არის ნარატივებს იმეორებსო TV მედიო და რაღაც რუსულ ნარატივებს ეხლა უყურეთ პუტინმა ტაგერ კარლსონი რო ჩავიდა მოსკოვში გააკრიტიკა ზელენსკი რომელიც ადგადა ტაში დაუკრა ყოფილ ნაცისტს და 300-ი ქართველი დაიღუპა ნაცისტებთან ბრძოლაში და წითელი არმიით ვამაყობ იმ კუთხით რომ ხო ჩვენ რეალურად დიდი ბოროტება დავამარცხეთ და ზელენსკი რო წამოუდგა და ტაში დაუკრა ყოფილ ნაცისტს ეს იყო ძალიან დიდი სირცხველი და პუტინმა ეს გააკრიტიკა და მე აბსოლუტურად ვიზიარებ პუტინის ამაზრს პუტინი ასევე საუბრობს deep state-ზე და ასევე საუბრობს ბევრი ისეთ რაღაცაზე რაც ემთხვევა ჩემ აზრებს და მეცაც გეტყვი ტრამპის აზრებსაც ემთხვევა და ილონ მასკის აზრებსაც ემთხვევა და რას ნიშნავს ეს რომ ამერიკა ყალიბდება რუსულ რეჟიმად რახან ნარატივები მეორდება იმიტომ რომ რა თქმა უნდა რუსეთი არის დაგიშილი რომ დასავლეთში რაიმე ცუდი იპოვოს და როცა დასავლეთ ჩვენ მარტო არასამართლიანი იქცევა რა თქმა უნდა ჩვენც თავს ვიცავთ და ვაკრიტიკებთ მას და ამ მომენტში ემთხვევა რა თქმა უნდა ესენი მაგრამ აქ ტყუილზე დაფუძნებული ეძახს ტყუილზე დაფუძნებული ინფორმაციები დასავლეთთან დაკავშირებით თორე ისევ მეც ვაკრიტიკებო და თქვა რომ ჩემცო არ არისო რელიგიაო და ეგ ძალიან გამიხარდა რომ ეგ რო თქვა რომ რელიგია არ არის ჩემცო კიდევ უფრო დამაინტერესა ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანია
ხო და მოდი მაშინ თქვი რომელი კრიტიკა, იმიტომ რომ მე პოზიტივისაც და იმედსაც წინათოები ხშირად უსმენდი ქართებსაც ვკითხულობდი ხოლმე და რომელი კრიტიკა იყო ტყუილზე დაფუძნებული, მოდი ეს გეთქვა, ანუ ეგ არ გითქვამს. უბრალოდ თქვი რომ ესეა და ესეო რა. ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ მირჩენია რომ ვისაუბრო და ნახავთ, თუ არ ნახავთ, თუ ვერ ნახავთ, ვერ მოსწრებთ არა უშავს. ხო, ეს უკვე სუსტი არგუმენტი იყო, მაგრამ ჯობია რომ დააკონკრეტოს, აი რა ნარატივები გამეორდა და ნუ ის რომ ხა ამის გამო რუსულ რეჟიმად ყალიბდება, რა ვიცი, არ ვიცი რამდენად არგუმენტია, რა აქ წერია, ეტყვის, მე არ მგონია ვიეს ფაქტებია. ოკეი. პოლონეთს ისაუბრა, რომ პოლონეთს ყავს ძლიერი ჯარიო და ტრადიციებს ინარჩუნებენ. მოდი, ისიც გეთქვა, ძლიერი ჯარი რო ყავს და სამხედრო შეიარაღება, ეს როგორ სანქციებად დაუჭდა და რა წინააღმდეგობის გაწევა მოუწია პოლონეთს როგორც ევროკავშირის მიმართ, ისე წინააღმდეგ, ისე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ რად დაუჭდა ეს უნდა გესაუბრა და თან გლობალურ ომის პარტიასთან კიდე კარგად პოლონეთი იმიტომ არის, რომ პოლონეთი ძალიან რუსოფობიურია. და ბოდიშის მოხდით ვიტყვი, რომ ჩვენ რო ნატოს ქოლგის ქვეშ ვიყოთ, რუსოფობიაში პოლონეთიც კი ვერ გვაჯობებდა, მაგრამ არ ვართ. და ნუ ამ მხრივ უფრო დაალაგებულები არიან ვიდრე უნგრეთთან, თორე სხვა მხრივ ძალიან დიდ პატივს პოლონელებს და რა თქმა უნდა ტრადიციულები არიან და შემდეგ, მაგრამ აი არიანო სუვერენული ქვეყნებიო კაცო ამ ხშირად LGBT პროპაგანდაზე მიდისო ისო რა აქცენტის გაკეთებაო და იქაც არისო კაც ქვეყნები სადაც აკრძალულია ესო ევროპა არ გაძალებსო არაფერსო და მეორე მხრივ გვეუბნება რომ ის არისო რა ქვია ევროკავშირი როგორც ეროვნული გამოცდებიო ეგრეაო რაღაც კრიტერიუმებიაო იქ რო შეხვიდე მაგალითად სიკვდილით დასჯა არ შეიძლებაო რა კი ბატონო შენ თუ ამბობ რომ LGBT კანონი ანუ ანტი-LGBT კანონი არის ევროპულ ქვეყნებში მაშინ შოლცი რატო გვეუბნება რომ ჩვენ ეს გავაუქმოთ თუ ამ დონის სუვერენიტეტს ჩვენ ევროკავშირი გვაძლევს მაშინ რატო არ გვაძლევს ამის უფლებას და ასევე ირონიით იძახის რომ ისა რა ქვია ისინი ამბობენ რომ ვერ შემოხვალთო და ქართული ოცნებობას შემოვალთო და კი იმიტომ რომ ერთი შანტაჟისთვის იყენებენ ამას ევროპა იყენებს ამას შანტაჟისთვის ეს ერთი და მეორე ინტერესები როცა შეიცვლება და ეს შანტაჟი როცა აღარ დაჭირდებათ აი მე ვისი სიტყვა გამართლდება აი ესენი რო იძახიან შემოვალთო ისინი ვერ შემოხვალთო აი მე ვნახოთ და მე გავიცნოთ მაგას ხო ორი ვარიანტია შენ ევროპასთან დაახლოებას რას ეძახი რა იმიტომ რომ მიშას დროს საკმაოდ ახლოს ვყავით ევროპასთან სარკოზი ჩამოდიოდა აქ რა ვიცი კლინტონის კი ჩამოდიოდა ამერიკის ბუშიც იყო ჩამოსული ამერიკელებიც ჩამოდიოდნენ ევროპელებიც ჩამოდიოდნენ იქ ჰიმნსაც ვღეროდა სოფონი ჟარაძე ანუ ამ მხრივ და დემოკრატიის შუქრას გვეძახდნენ და ძალიან მაგრა ვიყავით ევროპასთან რატო იმიტომ რომ სააკაშვილი საფინანსებდა სოროსი და სააკაშვილი ბევრად უფრო დამჯერი იყო ევროპის მიმართ და გაცილებით უფრო ანტირუსული და რუსოფობიური. თორე ადამიანის უფლებები მაშინ არ იყო დაცული, სიტყვის თავისუფლება მაშინ არ იყო და დემოკრატიის ის ხარისხი რაც დღეს არის, რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ ევროპასთან უფრო ახლოს ვიყავით. შენ იზახი რომ მოლდოვა ახლოს არისო და ამ კუთხით არის მოლდოვა ახლოს, სხვა რა მხრივ არის მოლდოვა ახლოს. არ მისმის. ჩვენაში დაიბდა. ესენი რომ იძახიან რომ ჩვენ ევროპას უახლოვდებითო და ისინი რომ იძახიან არა გშორდებითო. ისინი გულისხმობენ გშორდებით, იმიტომ რომ სააკაშვილივით არ ხართო და მოლდოვა მაია სანდუსავით არ ხართო. არ ხართ დამჯერებიო. და ესენი გულისხმობენ რომ ინსტიტუციურად და დემოკრატიულად ადამიანების უფლებების კუთხით და ეკონომიკურად რაც შეგვიძლია NGO სექტორის საერთოდ არ გვეხმარება ამაში კრიტიკის კუთხით ოპოზიცია საერთოდ არ გვეხმარება რაც შეგვიძლია ვითარდებით. ანუ ამ მხრივ უახლოვდეთ ევროპას. რა პრიზმიდან შეხედავ ამას ეგა თავარი და შენ როგორც ჩანს მონობის კუთხით უყურებ რაც უფრო დაემონები უფრო შეყვალ ეგრე გამოდის ეგრე ჩანს შენ თავს წინააღმდეგები კიდე რაში საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია ისეთი კარგი იყო კაცო მაგრამ პრაქტიკაში სხვანაირად მუშაობდა ეგ კარგია რომ მაგას ხვდები იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა ვერ ხვდება ბევრი ზოგადად იმის გამო აკრიტიკებს სტალინს რომ ის უსამშობლო რატო იყო და ეხა ბოდიშით და ეგ იდეოლოგია არ ცნობდა სამშობლოს ცნებას ზოგადად და ამ დროს იძახი რომ 2014 წლამდე უკრაინას ქონდა ნეიტრალიტეტი გამოცხადებული და რუსეთი მაინც შევიდა როგორ შეიძლება რუსეთს ნდობაო ხო ნდობაზე ამ ადამიანმაც გიპასუხა რომ არც ერთ სახელმწიფოს არ უნდა ედო მაგრამ მაიდანი მე მოვაწყე მე უწყვეტდი კლიჩკოს რა თანამდებობა უნდა ქონოდა 2014 წელს თუ ამერიკელები წყვეტდნენ მაგრამ შენ იმას იშველებ არგუმენტად რომ ნეიტრალიტეტი ქონდა ხო მაგის გარდა არაფერი მოხდა რა მიზეზითაც რუსეთი შევიდა ყირიმში ამაზეც უნდა გესაუბრა და მოლდოვაში რატო არ იჭრებაო მაშინ ომის თემატიკაც ყველა ყველაფერს უცბად ვერ ყვევი
მოლდოვაში ჯერ ერთი გაცილებით უფრო მაღალია პრორუსობის მაჩვენებელი, ეს ერთი და მეორე, თუ კი დასავლეთს აქვს ინტერესი, რომ გონება გაუფანტოს ლოჯისტიკურად თუნდაც რუსეთს, ჩვენ აქეთ ვართ, ზღვის აქეთ ვართ და თან უფრო რელიეფი არის, ძალიან ისეთი მთიანი ადგილი ვართ და აქ ომის გახანგრძლივება ბევრად უფრო მარტივი იქნება და აქ 80% არის პროევროპული, 20% იყოს მაქსიმუმ პრორუსული განწყობის ადამიანი და ეს უფრო უკეთეს პოზიციაში ჩაგვაგდებდა ხანგრძლივი ომის პირობებში, ეს უფრო აწყობდა მე ვფიქრობ დასავლეთს გეოპოლიტიკა გასტვალწინებდა და კიდე ბევრი რამ ამაზე კიდევ ცლად შემილია ვისაუბრე ახლა დროში მართლა ვერ ვეტევი რამდენი ხანი გავიდა ვერ ვნახულობ 45 წუთი გავიდა მაქსიმუმ 1 საათი იყოს ჯობს და ხო მოლდოვაში რატო არ დაიწყო ომი თუ აქ არის ომის საშიშროება ეგიც არ იყო მაინც და მაინც ძლიერი საწინააღმდეგო არგუმენტი ეს რომ ვთქვათ კიდე რა იყო გავიხსენებ რა სამოდი ჩინეთზე ხო ჩინეთი აფრიკელებს ჭკუაში აჯობეს ჩინელებმა ოკეი შეგახსენებ ბაობაბები წამოიღო ბიზნამიკიდან და იმ კორუფციულ სისტემაში ივანიშვილმაც მოახერხა მათთან დალაგება საქმეების, მაგრამ გაითვალისწინე, რომ შენ რო გჯერა ნაცებზე ხო კიდე. შენ რო გჯერა მრავალფეროვანი ოპოზიციის, აი ხაზარაძე, გახარიას კითხე ხაზარაძე დოკუმენტებიც კი ვერ მოაწესრიათ და რამდენი პროცენტისთვის გადაცემას აპირებდა მაგაზეც იფიქრე, მაგრამ ის არ დაგავიწყდეს, რომ ივანიშვილმა პორტის ამბავში 51% ანაკელის პორტზე მაქვს საუბარი. 51% რჩება სახელმწიფოს. 59 ჩინურ კომპანიას, ანუ საკონტროლო პაკეტი გრჩება ჩვენ. ივანიშვილს კი არა, სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფოს ხდება. ჩინეთი რო ყლაპავს და შენ ამბობ, რომ პირდაპირ ივანიშვილი მართავს კობახცე არავ და ამ დროს იმას დარდობ კობახცე ვერ აჯობებს სი ძინპინს პრეზიდენტ ჩი ტრამპი როგორც სახის ჭკუაშიო და ახლა ჯერთი კობახცეზე ცოტა ისეთი წარმოდგენა გაქვს, ძალიან ჭკვიანი ადამიანია, შეიძლება შენაირად სწრაფად და ბოკერია სტილში ვერ საუბრობს, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ფაქტია ვხედავთ ერთსა და მეორესად, ბოკერიაზე მაქვს და კობახცეზე შემთხვევაში საუბარი, საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ ხო ივანიშვილი თუ მართავს, ხო ივანიშვილი შეადარეს სი ძინპინს და ხო რატო ვერ აჯობებს ივანიშვილი სი ძინპინს ჭკუაში რო რამე, ანუ რა არგუმენტები გაქვს მაგისთვის ხო, ანუ ანაკლის სპორტი არის ერთ-ერთი მაგალითი და მე გეუბნები რომ 51% დარჩა იმას და ეს მაგას თავი დავანებოთ კაცო. რა სტრატეგიულ პარტნიორობაზე ლაპარაკობ ივანიშვილმა გასაგებად თქვა რომ არავის არ ეგონოს რომ ჩინეთი არის დასავლეთის ალტერნატივაა. საერთოდ შეიძლება ეგ არის თქვა, მაგრამ თქვა რომ არ იქნება ალტერნატივა. იცის ივანიშვილმა სულელი არ არის რომ დასავლეთი არის ერთადერთი გზა და ეხლა და ახალგაზრდები ხშირად ესე წარმოგიდგენთ რომ 5-10 წელიწადში რაღაც უხილავი უცებ კედელი გაჩნდება და უცებ ან იქ აღმოჩნდებით ან აქ და რეალურად ეს მუდმივი პროცესია 5 წელიწადში როგორი გეოპოლიტიკური რეალობა იქნება ჩვენ ეს არ ვიცი. შეიძლება ევროკავშირი საერთოდ დაიშალოს. ამერიკა საერთოდ არ არის ევროკავშირში და რახან ამერიკა ევროკავშირში არ არის. ამერიკასთან ვერ შევძლებთ პარტნიორობას რო რამე ისრაელთან ვერ შევძლებთ პარტნიორობას, გაერთიანებულ არაბულ ემირატებთან ვერ შევძლებთ პარტნიორობას. ანუ აი მაინც და მაინც ან იქ აღმოჩნდები ან აქეთ და ზონა დაიკეტება და всё ბორჩი თამაში და ამ დროს ივანიშვილი ჰოპ და მარჯვნივ აღმოგაჩენს საბჭოთა კავშირში. ანუ ესე რატო სვავთ? უკვე არასდროდ რატო სვავთ საკითხს. ხანგრძლივი პროცესი შეიძლება იყოს დასავლეთთან. დასავლეთთან სულ გვექნება ურთიერთობა. უნგრეთთან ეხლაც გვაქვს ურთიერთობა. და ხო, ნუ უნგრეთსაც თქვა, რომ ჯერთი უცბად ვიტყვი ნაცმოძრაობაზე, ჯერა ამ ადამიანს, რომ ან ატყუებს ხალხს, რომ ის არა ქვია ხაზარაძე გახარია ვინაიდან რაღაც ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი არ აქვს, თურმე ნაცი არის და ამაზე მე და ჩემი ძმა პირველ პოდკასტში ვსაუბრობთ, რომ რეალურად ნარატივი მათი არის იმდენად ერთიანი და ერთნაირი, რომ ივანიშვილი უნდა გაიქცეს მოსკოვში, რომ ივანიშვილი უცებ აღმოჩნდა პრორუსი, 4-ის მართავს, რავი, ზურაბიშვილთან ერთად ელიტები დასავლური გულისხმობა ელჩებს შეხვდნენ კაცო ჯაფარიძე ხო ამბობდა კიდე ხუმრობით რო იცინოდა რომ აი მასონთა ლოჟის შეკრება გქონდა ანუ იაგო ხუჩია იქ არ მინახე ალტინფო იქ არ მინახე მაგიტო ვიზახ ეს ორი არის რეალური ოპოზიცია ესეთი რა ქვია ჯანსაღი ოპოზიცია ხო როგორც ელჩები ნიშნავდნენ უკრაინაში ხალხს და წყვეტდნენ ვისთან ყოფილიყო იგივეს ხედავთ აქ ხო და რა თქმა უნდა შეგიძლია ერთ პარტიად მოისაზრო რანაირად მრავალფეროვნებას შენ ამაში ხედავ კოლექტიური განსაზღვრებას ამიტომ ეძახით მაგათ ერთ-ერთია მაგათ ნარატივი ხა ბროშურებზე რა გეგმები უწერიათ პოლიტიკური მაგას საერთოდ არც ვკითხულობა რა აზრი აქვს რაც ჩანს თავარი ეგ არის ხო და
კიდე რა უნდა მეთქვა და ნუ ეგ პოლიტიკურ პარტიებს თქვი რომ ეს ზღაპარია რომ ეს რაღაც მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს ყველაფერი დაპყრობილი აქვს ენჯოიშნიკებს და აბა შენ გაბედე და ელჩებს არ დაუჯერო ეგრევე ქოცი ხარ როგორც იაგოს გირჩი გახადეს ქოცი ალტიფა პროროსი და ამ შემდეგ ნუ ალტიფა ოკეი მაგრამ სივრცეს არტყობენ ჯანსაღი ოპოზიციისთვის ესენი ხო და კიდე რა იყო საინტერესო აქ ჩინეთს რას თქვა ხო ეგ აბსურდი იყო მაგრამ იმაში გეთანხმები რომ ჩინეთი ჩემს აზრით ბევრად უარესია რომ რამე ვიდრე რუსეთი მაგრამ საკითხის დასმა არც არის სწორი იმიტომ რომ არ შესამება მარტივად რეალობას და დამოვიწყდა კიდე რაზე იყო საუბარი გაგრძელა გავაგრძელებ ხო ისა რა ქვია ავტორიტარიზმი კიდე აგი უნგრეთთან ხო კარგად ვარ თუ ეს ალალი კაცი ძახის და ავტორიტარული ხო ავტორიტარულ რეჟიმებთან და ეხლა რა არის ავტორიტარიზმი ამისთვის და რატომ ებრძვიან ესე ძლიერ ლიდერებს და რატო ებრძოდნენ ესე დონალდ ტრამპს რატო ებრძვიან ვიქტორ ორბანს რატო ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს ირანი საქართველო არ არის არც ჩრდილოეთ კორეა არ არის საქართველო და არც რუსეთი არ არის საქართველო ისე როგორც არც უნგრეთი და არც ამერიკა მაგრამ მაინც ჰიტლერს ადარებენ ტრამპს რატო ევროპული ზღაპარია მე 2019 წელს გამინდა მოვარდეს ფოტო მონტაჟში ჩავსვალ აქციაზე ვიყავი ფორმულა საცდელი მაუწყებელი იყო მაშინ ჩამწერეს კიდეც ინტერვიუში 2019 წელს კოალიციური მართლობა მინდოდა მეც და ეს რო ჩააგდეს ბარიერის თემები მოკლედ ვიყავი და მაშინ ჯეროდა ხო რომ ერთმანეთს დააბალანსებენ ბლა 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 ევროპული ზღაპარი რატო არ მოწონთ ძლიერი ლიდერები ეხლა უყურეთ ერთი ვიდეო მინდა ჩავთო რა The sharing of biased and false news has become all too common on social media. More alarming, some media ამდენად რომ იმეორებს მედია ერთი და იგივე რაღაც რეალურად მეგობარი მტკიცებდა რომ გლობალური ომის პარტია არავის არ ადარტებსო ყველა გადის იმიტომ რომ არ უნდა ეს ხელისუფლება იმიტომ რომ ხელფასები არ მოწყმთო და შემდეგ კაი აქამდე ხო იყო აქციები საწვავის ფასთან დაკავშირებით ვინმე გააშუქა NGO სექტორი მაგ დროს სად იყო დავალება არ ქონდათ დავალება მაგათ არ აქვთ რომ რეალურ პრობლემებზე ისაუბრონ მაგათ ერთადერთი დავალება აქვთ ივანიშვილი ჩამოაშორონ და როგორმე ზურაბიშვილისნაირი დასვან მარიონეტი ეს ერთ-ერთი ეს ხო ცალსხა ეს ხო უკვე ცალსხა ხო და აქედან გამომდინარე რეალურად ის რომ ხა კი მესმის რომ მაგის გამოც გადის ხალხი მაგრამ პოლიტიკურ კლიმატს მართავენ ოპოზიციური მედიები და NGO-ები ანუ ნებისმიერ შემთხვევაში შენ მათ თამაშს თამაშობ შენ თუ ხელფასების გადარტებს და ნებისმიერ სხვა რამ გამოდი სხვა დროს და ისინი გააპროტესტე ხო და აქედან გამომდინარე ამათ აქვთ ილუზია და წარმოიდგინეთ როგორ მართავს გლობალური ომის პარტია ანუ ჩემი ძმაკაცი წაიკითხა რუსული კანონი თავიდან ბოლომდე დღემდე არ მჯერა რომ ეგ გააკეთა კონსტიტუცია არც კი ის რა არის მაგ კონკრეტულმა ხო და შენ როცა გაქვს ეგეთი კოალიციური მართლობა და ეგეთი ილუზია რომ აი რაღაც ჭეშმარიტება იბადება კამათში და შემდეგ ისე შემოგიგდებენ ნარატივს აგერ რუსულ კანონს იმეორებდა ყველა ელისაშვილიც ხაზარაძეც გახარიეც ყველა ერთნაირ რიტორიკას ნუ იაგოს გირჩი იყო ისევ განსხვავებული იმაზე იმიტომ რომ ეგენი როგორღაც ახერხებენ იყვნენ თავისუფლები და ამ რაღაც ერთიანი ნარატივით არ იმართებიან ხო და რეალურად როცა შენ ეგეთი ძლიერი ლიდერი არ ყავს ქვეყანაში იღებ ეგრეთ წოდებულ კოალიციურ მართლობას რომლის მართვაც ამ ნარატივებით და ამ პოლიტიკური კლიმატის თამაშით NGO-ებით, დაფინანსებებით, მედიებით, მედია ყველაზე დიდი იარაღი ილონ მასკმა რო გაათავისუფლა რაღაცნაირად ხალხი და შემოგთავაზა რეალური ადგილი და პლატფორმა, სადაც არის სიტყვის თავისუფლება, მანამდე ეს ხო არ იყო. და მე გავიგეთ განსხვავებული აზრებიც, ხო და ეგ კოალიციური ზღაპარი სინამდვილეში ძალიან კარგი იარაღია, რომ გარეძალებმა მართონ ქვეყანა და რატო ამას სააკაშვილიც იძახდა თავიდან რას რომ ივანიშვილმა რო დაანონსა სულ თავიდან, სანამ ჩააგდებდნენ პროპორციულ სისტემას. სისტემარდან ისო საშინელებაო ახლა ოლიგარქიო ახალ პარტიებს შექმნის იმის ილუზიას რომ ვითომ განსხვავებულები არიან და რეალურად თვითონ მართავსო. საიდან ივარავდა იცით სააკაშვილმა ეს? სოროს ხო არ აფინანსებდა, მაგან იცის როგორ მუშაობს ეს სისტემები. ილუზიას შეიქმნია რომ ბევრი პარტია ოღონდ კიდევ ერთხელ აი აქვე თქვენ თვითონ შეხედეთ ამ პოლიტიკურ პარტიებს. არ ვიცი გიორგი ანდრონიკაშვილი ძალიან ჭკვიანი ადამიანი და უნდა ხვდებოდეს რომ ეს 4 პარტია
უადვილესად სამართავია დასავლელი ელიტების მიერ, უადვილეს და ამას ხედავთ. ხვდებიან ელჩებს. ერთ-ერთი მეორებენ ყველაფერს, ანუ არ იფიქრობენ იმაზე, რომ ოჯახური ღირებულებების კანონი იქნებ ხალხს უნდა. არა ის გასაუქმებელია ევროპამ თქვა ესე შეხო გინდა ეროვნული გამოცდები ჩააბარო როგორც ბატონი ანდრონიკაშვილი ძახს მაგრამ მეორე მხრივ ძახს რომ არაო ეს არის რა ქვია სუვერენიტეტს გაძლევს კაცო იქ არისო ქვეყნები სადაც აკრძალულია ესო და მეორე მხრივ ისიც ხო არის რა ქვია საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაც კაიყო და მე იძახს რომ უკრაინის ნეიტრალიტეტი ქონა გამოცხადებულიო და ნეიტრალიტეტის გარდა რეები გააკეთა მაგაზე აღარ უსაუბრია ხო ანუ ვაზროდ არ მოხდარა ეგომი პროსტა აი გაიგუძა პუტინმა ესე და ტერიტორიები მინდა მე ის მჯეროდა მე სამწუხაროდ დღემდე წარმოგიდგენია რანაირად მჯეროდა მაგრამ ინფორმაციული ვაკუუმში ვიყავ იმის X მაშინ არ არსებობდა ყოფილი ტვიტერი ძალიან დიდი მადლობა მაგათ ტაგერ კარლსონს ძალიან დიდი მადლობა რუსული ენა მე არ ვიცი კიდევ ერთხელ იმ რიტორიკებზე ერთ-ერთი მეორებენო ვთხოვ გიორგის რომ უფრო მეტი ინფორმაცია მომწეროს თუ უნდა Facebook-ი არის აქ დიდი სიამოვნებით ჩემს ბევრად ჭკვიანია ჩემს ბევრად განცლებული და მე ყოველთვის უსმენ მას სამწუხაროდ აგერ პასუხი დაუბრუნე და თუ ამ პასუხებზეც აქვს რაიმე პასუხი კი ბატონო გულწრფელად ვუსმენ ყველას და რომ რამე არ მაქვს იმ აქციებზე ვიდექი და ქართული ოცნების ხარდამჭერი გავხდარიყავ ეს ყოველ სირცხული და წარმოუდგენელი ჩემთვის მაგრამ სადაც დავინახე სიმართლე დავდექი იქთან მაგის პრობლემა არ მაქვს აზრი შევიცვალო რომ რამე პოზიცია შევიცვალო დემოკრატიული სახელმწიფოში ეგრე რო არ იყოს და ადამიანები პოზიციებს არ იცვლიდნენ ყოველთვის ერთი პარტია ერთი და იგივე პროცენტებს აიღებდა ერთი და იგივე პარტია სულ მაგრამ ესე ხო არ ხდება რა თქმა უნდა შენ ახალ რეალობებს ერგები და აანალიზებ და ხო ხდებით დღეს ქართული ოცნება არის უალტერნატივი ივანიშვილი კონკრეტულად ესე ვიტყოდი ბევრი პრობლემაა და როგორც გითხარით ამ პლატფორმის საშუალებით ყველაფერს გავაკეთებთ რომ ამ საინფორმაციო ომში ну ამ საინფორმაციო ომში ისინი ისაუქნათ რა იმათ გავცეთ პასუხი მაგრამ მეორე მხრივ ხელისუფლებასაც ჭირდება კრიტიკა იმიტომ რომ ძალიან ცუდია როდესაც ასე მარტო უწევს გამკლავება ამ ყველა პრობლემასთან და ქვეყნის მართვა, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა ბევრი ხარვეზია და მე სასამართლოს ნაწილში ვამხობ თანხმები ასევე გიორგის რო თქვა რომ მარტო არჩევნები არ არისო რა ადამიანის უფლებები და სასამართლოც მოისაზრება მომანკაშიო და მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობთ ოპოზიციურად განწყობილ ხალხში შვეიცარიის მოდელიო მაგრამ რაღაც არჩევა ხალხის მიერ რო ხდება მოსამართლეების მე იგ იდეა მომეწონა. ასევე ბოკეას უსმენდი დღეს და ნაფისმსაჯულების ინსტიტუტის უფრო გაძლიერებაზე საუბრობდა, ამასაც მივსალმები. ბევრი საინტერესო რაღაცა სასამართლოს მიმართულებით და პლუს ევროპა რა სტანდარტები აქვს და შემდეგ ამაზე ბევრი საინტერესო რაღაც შეგვიძლია დისკუსიის სახით ვისაუბროთ სხვა ქვეყნების მაგალითზე მომავალში მე პოლიტიკაში იმდენად ვერ ვარკვევი რომ ანუ ვიცოდე ყველაფერი ყველა ქვეყანაში რა როგორ მუშაობს ეხლა ნენელა ვერ ყვევი გამომდინარე სიტუაციიდან და უფრო მეტად ვიქნები ჩართული და ჯანსაღ კრიტიკას არ მოვაკლებ ხელისუფლებასაც რაც ძალიან ჭირდებათ ხო და ეს ტიჭკვიანი ადამიანები რო კუბოს დაწვით არიან დაკავებულები არის ძალიან სამწუხარო და რაც შეეხება იმ პიჟონს კიდევ ერთხელ თორნიკე კიკნაძეს რა თქმა უნდა ამის მიმართ არაფერს არ გეგმავ მაგრამ როდესაც ქუჩაში შემხვდება უბრალოდ მივალ on თუ გოგონასთან ერთად ვიყავიან ძმაკაცთან და ძმაკაცის დედასთან ერთად პირობითად ან დედა-ჩემთან ერთად მაგ დროს არ მივალ რა თქმა უნდა უხერხულში არავის ჩავაყენებ მაგრამ თუ მარტო ვიყავი მივალ და თვალებს ჩავხედავ და უბრალოდ რაღაც ჩემი ჯიშიდან ვიღაც მოწყალოდ უნდა იმას ექნა და აბა მე თვითონ ვიქნები მან და აი ნეტა შემხვდეს და რა თქმა უნდა არანაირი მხოლოდ თავდაცვის უფლებას გამოვიყენებ და ეს ერთადერთია იმიტომ რომ პირველი იყო და ლაივის ეფექტი ქონა ამას სხვა დროს ბევრი დამწერს გავსად ეგრე Facebook-ზე რომ სახელი გვარად ცნობილი იქნება და ბევრი ნახავს და ყველას აღარ გავყვები ანუ ზაღლიყებს ქარავანი მიდის რახან პოლიტიკაზე გადავწყვიტო რომ ვაკეთო კომენტარები ეს უნდა ვისწავლო და ამ მიმართულებითაც და თუ თქვენ დაგემართეთ რაიმე მსგავსი აუცილებლად ბევრ ადამიანს ესაუბრეთ იმ ადამიანებს ვისაც ადარდებთ და რაიმე სისულელი არ გააკეთოთ იმიტომ რომ გაბრაზებული კაცი გასაოცარი არის არ შეიძლება გააკეთოს და თქვენ თავზე დიდი მტერი არავინ არ იქნება რომ რამე და გაუფრთხილეთ თქვენ თავს ხო დანარჩენს დედით გამაჭედინა თორე დანარჩენი კაცო პირიქით გამოუშვთ. ჩემი მეგობრები გაბრაზდნენ ცეცხლზე ნავთი დაასხავა ვასილმაო და რაღაც და რას ლაპარაკობ პირიქით მადლობა ყურადღება მე სააკაშვილის იმან დამიკომენტარა საერთოდ. მაგრამ იმას ძალიან პოზიტიური და ნორმალური კომენტარი ეწერა. სანთლით ვეძებ ხალხს ვინც ნორმალურ კომენტარს წერს. ყოჩაღ მაგათ ხო და
მოკლედ ორშაბათს ელოდეთ შემდეგ პოდკასტ. დღეს ვიყავი მარტო, იმიტომ რომ ამაზე უნდა მესაუბრა. რა თქმა უნდა, iTunes გიორგი ანორენკაშვილის მაგ ვიდეოზე მე უფრო ცლად შემილია კიდევ ვისაუბროთ დღეს ეს პირველი იყო ასეთ ფორმატში, რა თქმა უნდა, დროში განსხვავებული მქონდა რომ 9 საათი ყოფილიყო და ისიც რო გამეწელა მე მაგანაცოდა დამაბნია და ამ შემდეგ და მაინც და ისეთ ფორმატში ვერ ვიყავი როგორც უნდა ყოფილიყავი, მაგრამ განვითარდები კიდევ და სამომავლოდ უფრო მეტ განათლებას მივიღებ და გიორგი ანდრონიკაშვილს აუცილებლად დავუჯდები დებატებში. მე მაქვს პოტენციალი რომ საკმაოდ წინააღმდეგ გავუწიო პატივისცემა მას, იმიტომ რომ ერთმანეთს აცილდნენ ლაპარაკს და შემდეგ და მეც ასე მოვიქცევი რა თქმა უნდა და მე მაქვს იმედი რომ ხელისუფლების მხარეს და ოპოზიციის მხარეს ვინებიც ვიქნებით, კონსტრუქციული დიალოგი და დებატები ჩვენ შორის უფრო მეტად შედგება, იმიტომ რომ ხო პოლიტიკური კულტურა უნდა ამაღლდეს და ივანიშვილის მადლობა, ამით დავასრულებ და ლექს წავიკითხავ ბატონი ბიზნესი. სულს მივცემ ჩემსას, მე იმას მარტო. ვინ საქართველოს ესტრაფვის ქართულს, ჩემს მეცინის ახლა. არაც რო ქართულს, ნამდვილად ქართულს. სიტყვით ურთ ქართულს, საქმით ურთ ქართულს. და ერთი რამ გახსოვდეთ, ფრთხილად იყავით, ღამე რო შეიძლება გაიწვიოთ წყლის ჭავლით, მაგ დროს გახსოვდეთ, რომ ივანიშვილს ძინავს და 51 სიზმონში. აბა წარმატებები. სულს მივცემ ჩემსას, მე იმას მარტო, ვინ საქართველოს ესტრაფვის ქართულს, არაც რო ქართულს, ნამდვილად ქართულს, სიტყვით ურთ ქართულს, საქმით ურთ ქართულს.